აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი ალექსანდრე ბერულავას სახელობის ჟურნალისტურ პრემიაზე განაცხადების მიღებას იწყებს. მოკლედ შეგახსენებთ, ალექსანდრე ბერულავა აფხაზეთის შეიარაღებული ომის დროს იმყოფებოდა ჟიული შარტავასთან ერთად ალყაში მოქცეულ აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაში. ქალაქის დაცემის შემდეგ ის გაუჩინარდა. ის კადრები, რომელიც სამწუხაროდ ყველას გვაქვს ნანახი ჟიული შარტავას დახვრეტის კადრებზე მაგ საუბარი. სამწუხაროდ ამ კადრებში არ ჩანს ის, სადაც ასახული არის ქართველი ტყვეების წამებისა და დახვრეტის კადრები. დეტალურად ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ ეკა წივწივაძე, აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის დირექტორი შემოგვიერთდა პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით. დიდი მადლობა პირველ რიგში ამ ძალიან საინტერესო ინიციატივისთვის. მადლობა თქვენ საეთერო დროის დათმობისთვის. სანამ გადავალთ პრემიაზე უშუალოდ ალექსანდრე ბერულავას შესახებ რომ ვისაუბროთ ძალიან მოკლედ. ალექსანდრე საშა ბერულავა აფხაზეთში ყველა მას ასე იცნობს. ძალიან პატივსაცემი ადამიანი იყო, დღემდე ყველა ძალიან თბილად და დიდი სიყვარულით იხსენებს მას. ის იყო ჟურნალისტი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, იყო მინისტრთა საბჭოს პრესსამსახური და სამხედრო ხელმძღვანელი. აფხაზეთში პირველი ქართული ტელევიზიის დამფუძნებელი, თანადამფუძნებელი და პირველი დირექტორი. შესაბამისად ძალიან ლოგიკურია, რომ ჟურნალისტიკის ჯილდოს, ჟურნალისტურ ჯილდოს პრემიას, რომელსაც ვაწესებთ აფხაზეთის თემაზე, კონდეს მისი სახელი. თუ გვაქვს ცნობა, მე ვახსენე კიდევაც შესავალში, რომ ის გაუჩინარდა იმ კადრების შემდგომ, რაც ყველას ნანახი გვაქვს, აქ არ არის კადრებში ის ასახული. შემდგომ როგორ განვითარდა მოვლენები, ეს რომ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს საბოლოო ჯამში, გარდაიცვალა, იპოვეს, თუ რა იყო? ვიცით რომ დახვრეტილია, თუმცა სხვა მინისტრთა საბჭოს წევრებთან ერთად ალბათ მაშინ ხო? დახვრეტილია, დიახ, თუმცა მისი ცხედარი გადმოსვენებული არ არის. არ არის ჯერ. ამ ჯილდოზე მინდა გითხოთ, ეს პირველი შემთხვევაა წლევანდელი წელი, როდესაც დაწესდა ეს ჯილდო და ამ დღიდან იქნება უკვე ტრადიციული და ყოველწლიური. ჩვენ გვინდა რომ იყოს ტრადიციული, იყოს ყოველწლიური და იყოს ცოტა მერე, როდესაც უკვე დამკვიდრდება საერთაშორისო მიმართულებაც კი კონდეს მას და არა მხოლოდ აფხაზეთის კონფლიქტზე, არამედ საერთაშორისო დონეზე გავიყვანოთ ეს პრემია. ხო, კატეგორიები მაინტერესებდა, რა კატეგორიები იქნება, ანუ ვინ დაჯილდოვდება? პირველი წლისთვის გვაქვს 4 ნომინაცია, ეს არის საუკეთესო სიუჟეტი, რომელიც მომზადდა აფხაზეთის თემაზე და გავიდა ტელეეთერით, ან მულტიმედია ნამუშევარი, რომელიც საინფორმაციო სააგენტოების საშუალებით იყო გავრცელებული, ასევე საუკეთესო საგაზეთო სტატია აფხაზეთის თემატიკაზე. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მშვიდობის მიმართულებით შექმნილ ნამუშევრებს, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე საჭირო მიმართულება და თუ დრო მექნება ამაზე უფრო ფსლად ვისაუბრებ და მეოთხე მიმართულება ეს არის დევნილი ჟურნალისტი, რომელიც აშუქებდა აფხაზეთის კონფლიქტს, თუნდაც უკვე იქ აფხაზეთში, ან შემდეგ თავისი მოღვაწეობა გააგრძელა, ან საერთოდ დაიბადა აქ უკვე დევნილობაში და ქმნის ნამუშევრებს აფხაზეთის თემაზე. მაგრამ აქ საინტერესო ის არის, რომ მასალა უნდა იყოს აუცილებლად ახალი ბოლო 1 წლის განმავლობაში. ხო, მაინტერესებდა მეც ეგეც. ვადები და ეს როგორ არის, რა მასალა იქნება მიღებული კონკურსისთვის? ბოლო 1 წლის განმავლობაში შექმნილი აფხაზეთის თემატიკაზე და მშვიდობის თემატიკაზე შექმნილ მასალას მიიღებს კომისია, თუმცა უნდა ითქვას, მედიაში აფხაზეთის თემატიკაზე ძირითადად მასალები იქნება 27 სექტემბრისთვის იმ თარიღებში, რომელიც უშუალოდ უკავშირდება შეიარაღებულ კონფლიქტს. მაგრამ ჩვენ გვჯერა მომავალი წლიდან, როდესაც ეს პრემია უკვე სახელს გაითქვამს, ნამუშევრების შეიქმნება სწორედ იმისთვის, რომ გახდეს ამ პრემიის ლაურეატი. ჟურნალისტები იმუშავებენ იმისთვის, რომ მოიპოვონ ეს ჯილდო და ამ ჯილდოს დაწესების ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ეს არის, რომ ხელი შეუწყოს აფხაზეთის თემაზე უფრო მეტი ნამუშევრის შექმნას და მშვიდობის თემატიკაზე მეტი ნამუშევრის შექმნას. ზოგადად კონფლიქტურ სიტუაციებში სამშვიდობო ჟურნალისტიკას განსაკუთრებული როლი აქვს და მას შეუძლია რაღაცნაირად უნებები დააცხროს. კონფლიქტით დაშორებული საზოგადოება შეარიგოს ჟურნალისტები, რომელიც მუშაობენ მშვიდობის მიმართულებით, ისინი კარგად იცნობენ კონფლიქტის დაწყებას, როგორ განვითარდა პროცესი, როგორ არის ახლა სად არის გაჩერებული და რაღაცნაირად ფოკუსი უნდა მოახდინონ გამაერთიანებელზე, კონფლიქტით დაშორებული საზოგადოების გამაერთიანებელ ნიშნებზე და არა იმაზე, თუ რამ გახლიჩა ეს საზოგადოება. ეს თავის მხრივ ძალიან დიდ როლს თამაშობს შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში და როდესაც კონფლიქტი პოლიტიკურ დონეზე შეიძლება ერთ დღეში დასრულდეს, მაგრამ კონფლიქტი ადამიანების დონეზე ამას მშვიდობის ხაზია, კი ბატონო, ამასაც ემსახურება დარწმუნებული ვარ ეს კონკურსი თავის ეკა, შეფასებლები ვინ იქნებიან ჟიური, ვინ გადაწყვეტს? კომისიის წევრები
წევრი მე თვითონ არა ვარ, ესე გადავწყვიტე და კი კომისიის წევრი ნამდვილად არა ვარ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაც გამოქვეყნდა ის მასალა ჩვენ განვათავსეთ სხვადასხვა პლატფორმებზე რომ ვიღებთ განაცხადებს და მჯერა ამ ეთერს უამრავი მაყურებელი ეყოლება და კიდევ უფრო მეტი განაცხადი შემოვა. ბევრი კითხვით მომმართავს, მაგრამ მე დავიტოვე უფლება რომ არ ყოფილიყავი კომისიის წევრი. კომისია დაკომპლექტებულია აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტებით. ეს არჩევანი გავაკეთეთ მათზე. ჩვენ ძალიან ბევრი პროფესიონალი ჟურნალისტი გვყავს. არიან ბატონი საშას ალექსანდრეს თანამედროვე ჟურნალისტები, ვინც იცნობენ მას. განსაკუთრებით ძვირფასია მათთვის ბატონი საშას ხსოვნა და ამიტომ ჯერა რომ ისინი მხოლოდ საუკეთესო ნამუშევრებში არჩევენ. უდავოდ დარწმუნებული ვარ ამაში და კიდე ერთი რაღაც ასეთ შეკითხვა გამიჩნდა. სხვათა შორის შეიძლება ეს სამახალისებელიც იყოს რაღაცა თვალსაზრისით, ხუმარ გიფიქრეთ ამაზე, რომ შეიძლება უცნობი ფოტო მასალა იყოს, უფრო ფოტო ვიდრე ვიდეო, მაშინ შედარებით უფრო რთულად იყო ეს თემა და ან კინო, არ ვიცი. შეიძლება ისიც რომ შეგროვდეს მაგალითად იმ პერიოდის, რომელიც საერთოდ არც ვიცით რომ არსებობს, შეიძლება კარგი აზრი იყოს, ხო არა გაქვთ რაღაც ასეთი აზრია. დაახლოებით 20 წლის წინ, როდესაც საბაკალავრო ნაშრომს ვაკეთებდი, ჩემს საბაკალავრო ნაშრომი იყო როგორ მუშაობდნენ ჟურნალისტები აფხაზეთის ომში და ძალიან გამიჭირდა მასალების შეგროვება. თუმცა აი ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი რაღაცა მოგროვდა ირგვლივ და ძალიან საინტერესო რაც ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. რა თქმა უნდა ჩვენ მივიღებთ ასეთ მასალას. ადამიანები საინფორმაციო ანალიტიკურ ცენტრს წერენ კიდევაც და გვაძლევენ ვიდეო მასალებს, რომელიც თავიანთ პირად არქივში აქვთ აფხაზეთის ომიდან შენახული. იყვნენ მოხალისე ოპერატორები, ფოტოგრაფები და ძალიან კარგი იდეაა ნამდვილად და ვისურვებდი რომ ასეთი ბევრი ყოფილიყოს, ასეთი ბევრი ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც გაგვახსენებს როგორი იყო აფხაზეთი თუნდაც კონფლიქტამდე, კონფლიქტის დროს. ახლა როგორია სოციალურ ქსელებში ვხედავთ და დიდად სურათი არ არის შეცვლილი. კი ბატონო, თქვენ ახსენეთ რომ ჩვენ ვახსენეთ უბრალოდ რომ განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და დღეს რა თქმა უნდა ბევრი ადამიანი ჩაერთვება, ვინც აქამდე არ იცოდა პრემიის შესახებ და რომ უთხრათ რა უნდა გამოაგზავნონ და როდემდე და როგორია ფორმა. 1 ოქტომბრამდე მივიღებთ განაცხადებს და უნდა გამოაგზავნოთ თავიანთი ნამუშევრები, როდის არის გამოქვეყნებული, შინაარსობრივად თუ ეს სიუჟეტია კიდევ უფრო მარტივია, YouTube ლინკი და ყველა შემთხვევაში უკვე გამოქვეყნებული უნდა იყოს ეს. უკვე გამოქვეყნებული უნდა იყოს, ან 1 ოქტომბრამდე უნდა მოასწრო. ყველა მედია საშუალება იგულისხმება ინტერნეტ პლატფორმაც, ტელევიზიაც, რადიოც, პრესაც მათ შორის, ანუ ყველა მედია საშუალება, ხო? ნამდვილად. 1 ოქტომბრამდე. ძალიან კარგი წარმატებას გისურვებ, ძალიან კარგ საქმეში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს თავის შედეგს გამოიღებს და ჯერა რომ თქვენ ტელეკომპანიაშიც იქნება სიუჟეტები მომზადებული აფხაზეთის თემატიკაზე და ვისურვები რომ მონაწილეობა შემოგვიყვებთ ჩვენსაც, მაგრამ საინტერესო ვინ გაიმარჯვებს და რა. მე ჯერა რომ მხოლოდ საუკეთესოები. მადლობა უღრმესი საინტერესო. მადლობა თქვენ. მადლობა ჩვენ ახლა